ეს არის ეროვნული ლიგის 22 ტურის მატჩების, მოკლე მიმოხილვა. პირველი, საგარეჯოში რაც მოხდა, დაუჯერებელია. გარეჯი 0-2 საგებდა. წარმოგიდგენიათ, მაგრამ რა საგებდა, შემოატრიალა თამაში და 3-2 მოუგო ლიდერ დილას. შეყილაძე, ძებნიაური, სხირტლაძე, ამათ გაიტანეს. თან ამ დროს იბერია 1999-მა თელავში, შედარებით მშვიდად 2-0 მოიგო. გოლები აგიაკვამ და გოშთელიანმა შეაგდეს და всё, იბერია პირველზეა ბურთების სხვაობით. მოკლედ, ლიდერი შეგვეცვალა. მეორე, მესამე ადგილისთვის, რასაც ქვია ბრძოლა კი არა, ცეცხლია. თბილისის დინამომ ხო წარმოგიდგენიათ, ბოლო წუთზე 90+9-ზე გაუშვა პენალტი ბათუმთან და ქულები დაკარგა 1-1. ქუთაისის ტორპედომ კიდე ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, გასვლაზე გაგრას მოუგო 2-0. იონსენმა და ანდრიჩმა გაიტანეს და ეხლა ქულებიც დაეწია თბილისელებს. დინამო მესამეზეა ისევ, მაგრამ მარტო ბურთების სხვაობით რა. ხო, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გაგრასთვის ეს ბოლო თამაში იყო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით. მესამე, ფოჩიც რა ამბავი იყო. კოლხეთი 1913 2-3 დამარცხდა სამგურალთან. ნამდვილი დრამა. ხარებავამ კი გაიტანა მართლა მაგარი გოლი, მაგრამ მერე მეორე ტაიმის დასაწყისში წყალტუბოებებმა რა ქნეს იცით? 1 წუთში 2 გოლი შეაგვლეს, ჩიხლაძე ჯანჯღავა. ეგრევე შემოატრიალეს თამაში. მერე ფანცულაიამაც დაამატა და всё. ამ მოგებით სამგურალი წოტა ამოისუნთქა, გასავარდ ზონას დაშორდა, ფოთელების საქმე კი, უფრო დამძიმდა. მოკლედ რა გამოვიდა? 22 ტურმა ლიდერიც შეცვალა, მედლებისთვის ბრძოლაც მაგრად გაამწვავა და ზოგს კიდე სასიცოცხლო ქულები მოუტანა. ძალიან დაძაბული ფინიში გველის წინ.